დღევანდელი JavaScript-ის მაგალითი არის თუ როგორ უნდა ვიპოვოთ წინადადებაში ყველაზე გრძელი სიტყვა. ამისათვის ვიწყებთ ფუნქციის წერას function find ინგლისურად როგორც იცით longest word. არგუმენტად მივცეთ ტექსტი. და პირველი რასაც ვაკეთებთ ეს არის რომ უნდა დავყოთ წინადადების სიტყვები array ინდექსებად. ამისათვის საჭირო არის const დავწეროთ ცვლადი words equals text და როგორც იცით ამისათვის დაგვეხმარება ფუნქცია split. split const მეორე ცვლადი რომელიც იწერება ეს არის გრძელი სიტყვის ინიციალიზება სანამ ის არ მოძებნის წინადადებაში ყველაზე გრძელ სიტყვას. ეს არის let longest word equals და ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს არის ინიციალიზება მის ცარიელ string-თან. ამის შემდეგ მოდის ყველაზე მთავარი რაც არის iterაციის დაწერა for-ით და შესაბამისად I უდრის null-ს I ნაკლებია words length-ზე და ჩვეულებრივ iterაციის გაგრძელება I++. ამის შემდეგ კი უკვე ვარიანტს ვთავაზობთ ჩვენ JavaScript-ს თუ როგორ უნდა მოძებნოს და როგორ უნდა გადაადგილდეს. ესე იგი if two words indexes პირველი სიტყვის ინდექსის შესაბამისად სიგრძე length თუ მეტია ყველაზე დიდი სიტყვის წინადადებაში longest word akats d length-ზე მაგ შემთხვევაში update უნდა გავაკეთოთ ჩვენი ფორმულის და ჩვეულებრივ longest word უნდა გავუთანაბროთ იმ index-ს რომელთანაც მივიდა ჩვენი words I. words ჩვეულებრივ I. შემთხვევაში ვაკეთებთ უკვე returns რომ მივიღოთ ჩვენი ყველაზე გრძელი სიტყვა longest words. ახლა კი დავწეროთ მაგალითი წინადადების და წინადადებაში ჩვენს მიერ დაწერილმა ფორმულამ უნდა გამოყოს ყველაზე გრძელი სიტყვა ამ წინადადებაში. მაგალითად let sentence იყოს მაგალითად გიორგი კვარატცხელია არის junior web developeri. და ამ წინადადებაში ვიპოვოთ ყველაზე გრძელი სიტყვა let longest კიდევ ერთი ცვლადი გამოვიყენოთ რომ პირდაპირ console log-ში ავწეროთ ჩვენი ფორმულა find the longest word და არგუმენტად მივცეთ sentence. ამის შემდეგ ჩვეულებრივ ყველასთვის ცნობილი console log-ი longest და run without debugging უნდა ჩვეულებრივ ტერმინალში გამოაჩინოს ჩვენი ყველაზე გრძელი სიტყვა. და ეს არის კვარაცხელია, რა თქმა უნდა. გამოიწერეთ ჩემი არხი და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით რომ ვინც გამოიწერა ჩემი არხი და შესაბამისად მომავალში უფრო მეტ JavaScript-ის მაგალითებს შემოგთავაზებთ და აგრეთვე ვანახლებთ ჩვენს არხს და დაიმატება TypeScript-ის მაგალითები და საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი framework-ი რაც არის ეს არის React-ი დაიმატება ჩვენს არხს. მადლობა.